მოგესალმებით. ამჟამინდელი საუბარი წეხება ღმერთის რწმენისადმი არასწორი ცოდნის სწორად წარმოდგენას და განსახილველი საკითხი კი კერპთაყვანისცემაა. რაზედაც ბიბლია იძლევა ასეთ შეფასებას, რომ მასში არის ჩანერგილი ყოველგვარი ბოროტების ფესვიო. მოგაწოდეთ ჭეშმარიტ ახსნა განმარტებას კერპის შესახებ, რისთვისაც უპირველეს ყოვლისა მასზე წარმოადგენს ცნობებს ბიბლიიდან. ნახოთ, რას იუწყება ბიბლია. კერპის შექმნა ცოდვის დასაბამია. ნებისმიერ სახოვან კერპთა მსახურება არის დასაბამი მიზეზი და ბოლო ყოველგვარი ბოროტებისა. ღმერთთან საშუალებლად მიჩნეული კერპები, როგორი სახითაც არ უნდა იყოს ის წარმომდგარი, ხატებისა თუ ქანდაკებების, ჯვრებისა თუ თილისმების და სხვა მისნაირების სახით, დაწყევლილია თავადაც და მათი გამკეთებელიც, რადგან გააკეთა ეს პობადი ნივთები და ღმერთთან შუამავლად იწოდა. ვინაიდან უკეთური და მისი უკეთურება ღვთისათვის თანაბრად საძულველია და რაც შექმნილია მის შექმნელთან ერთად დაისჯება. კერპთა გამოსახველნი ყველანი ფუჭნი არიან. კერპთაყვანისმცემელნი ქედს უხრის კერპს, თაყვანისცემს და ევედრება გადამარჩინეო. ამის ჩამდეს ცნობა არა აქვს და გაგება. მოტყუებულმა გულმა აცდუნა ის და ვერ გადაერჩენს სულს. ღმერთო, შენი შეცნობა სრული ჭეშმარიტებაა. აღიარება შენი ძალაუფლებისა კი უკვდავების საფუძველი. შენს ჭეშმარიტად მორწმუნეს ვერ შეაცდენს კაცთა ბოროტი განზრახვა და ვერც მხატვართა უნაყოფო შრომა, რაც წარმოდგენილია სხვადასხვა ფერებით აჭრელებული ხატების სახით. უფალი ამბობს, დაბრუნდით და მოიქეცით თქვენი კერპებიდან და თქვენი სისადაგლებიდან. რადგან ყოველი კაცი, რომელიც კერპს ეთაყვანება თავის გულში, ურჯულოების დაბრკოლებას დაიდებს თავის წინ. მივაცრო წინასწარმეტყველებთან და კითხვებს თავუსვამ ჩემზე. ისიც ცხადია სიცრუეს ეტყვის ჩემ შესახებ. მე კი მოვსპობ მათ, რადგან როგორიც არის ურჯულოება თუ წინასწარმეტყველისა, ისეთივე იქნება ურჯულოება შემკითხველისა. აქვე იმასაც დავძენ, რომ ეს ცნობები მცირედია იმ უამრავთაგან, რომელიც ბიბლიაში მრავლად არიან წარმოდგენილი იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდი ბოროტებაა ჩადებული კერპთაყვანისცემაში. წარმოდგენილი ბიბლიური ცნობების განხილვამდე კი ჯერ იმას შევეხებით, თუ რას წარმოადგენს კერპი. და როგორც ეს ყველასათვის ცნობადი ცოდნა, კერპი არის თვალით ხილული მატერიალი, რომელიც ადამიანთა მიერ მიჩნეულია ღმერთთან საშუამავლო საშუალებად. რაც შეეხება კერპის სახეობას, ის შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფორმით, როგორიცაა ქანდაკებები, ხატები, სხვადასხვა სახეობის თილისმები, წმინდანად შერაცხულ ადამიანთა სხეულის ნაწილები, ან მათ მიერ ნახმარი ნივთები და სხვა მსგავსი ხილული მატერიალები. ახლა კი მას შევეხებით, თუ რატომ არის ის ფესვი ბოროტებისა. როგორც ეს საყოველთაოდ ცნობილია, ღმერთის ხილვა ადამიანურ თვალთახედვას არ ძალუძს და ეს იმიტომ, რომ ღმერთი ამ სამყაროში არსებობს ენერგიის სახით. რადგან შეუძლებელია იგი თავისი ორიგინალური ფორმით იყოს მასში, რაც მისი ხელით არის შექმნილი. მაგრამ მისი ქმნილება მისი ძალით განიგება და არსებობს, ხოლო ეს ძალა კი ადამიანთა შემთხვევაში სიყვარულის ძალად არის წარმოდგენილი და სწორედ მისით განიკარგება ადამიანური სიცოცხლის არსი. ხოლო უფრო სხვაგვარად რომ ვთქვა, სიყვარულის ძალა ეს ის სული წმიდა, რომლის ფიზიკური ფორმის შეფასებაც ასეთია. კოსმიური სასიცოცხლო ძალა და სულია სწორედ ისველი, რომელიც დამუხტულია ამ ძალით. ამიტომაც დაქვემდებარებულია კიდეც კოსმოსურ მიზიდულობას. სამყარული მიზიდულობა განზიდულობისა და დაბალანსებულობის შედეგად შესაძლებელია უცოდველი სხეულის მიერ მისი მიზიდვა და ისეთი კავშირი შექმნა, რომელიც ერთარსობით გამთლიანდება და იწოდება ცოცხალ არსება ადამიანად. რაც ახლა გიამბეთ, მგონი ეს ის ცოდნა, რაც სადავო არ არის და ასევე უკვე ყველასათვის ცნობადია კიდეც, რაც თავისთავად იმას მიგვანიშნებს, რომ ადამიანისათვის სასიცოცხლო აუცილებლობა არის საკუთარი სულის კოსმოსთან კავშირის შენარჩუნებისათვის ზრუნვა. ამიტომ, სწორედ იმის და შესაბამისად ხდება ადამიანის ცხოვრებისეული მოღვაწეობის წარმართვაც, რასაც ჩვენ ბედს ვეძახით, როგორადაც ის ახერხებს ისე იცხოვროს, რომ თავისი სულის კოსმოსთან კავშირი ან ძლიერი გახადოს და ან და სუსტი. მისი მიღწევაც დამოკიდებულია იმ კანონების დაცვა არ დაცვაზე, რომელიც ღმერთმა საარსებო ინსტრუქციად დაუდგინა ადამიანებს. და როგორც ეს არაერთხელ გაცნობეთ კიდეც, ისინი ბიბლიაში არიან გაფადული სახით. ხოლო ჩემს მიერ კი ამოკრებილი იქნა
მისგან და შეკრებილი სახით წარმოდგენილი წიგნში ბედისწერის კანონმდებლობა. ახლა ისევ დაუბრუნდები სიყვარულის ძალას, რომელიც ასულტმულებს ადამიანურ სიცოცხლეს და სიცოცხლის არსებობას, კი მთელი სამყაროს მოწესრიგებული სიცოცხლის არსებობა, კი მთელი სამყაროს მოწესრიგებული მუშაობის შედეგია. ამიტომ თუკი ადამიანში იმყოფება ნამდვილი სიყვარულის გრძნობა და არა მისი სახეცვლილება ეგოიზმი, მაშინ მისი გრძნობები ინარჩუნებს მიზიდულობას ამ სამყაროში არსებული იმ ყოველივესა და ყველაფრისათვის, რაც ღმერთის მიერ არის შექმნილი. ამგვარ შემთხვევაში კი ადამიანური აზროვნება ვერ გახდება მიკერძოებული და სულის კოსმოსთან კავშირიც იქნება მჭიდრო. ამიტომ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირი მხოლოდ და მხოლოდ უშუალო გრძნობით უნდა განხორციელდეს. მაგრამ მასში თუკი სხვა რამ ჩაერია, ეს უკვე ნიშნავს მათ შორის ენერგიული კავშირის სიტრფერის გამრუდებას და ჩართულ ობიექტზე მიჯაჭვულობას. რითაც სარგებლობა შეუძლია იმათ, ვისი რწმენის მიღებითაც გაჩნდება ეს შუალედური ობიექტი ადამიანის ცნობიერში ღმერთთან მაკავშირებელ საშუალებად. ვინაიდან და რადგანაც ადამიანური ბედისწერა რწმენის საყდარზე დგას, ამიტომ იმ ადამიანისათვის კუთვნილი წყალობიდან, ვინაც სხვისი გავლენით შუამავალი ანუ კერპი ირწმუნა, წილი მიეცემა იმას, ვინაც ეს ადამიანი არ წმუნა. ღმერთის რწმენისადმი საკითხში მიჩნეული კერპთაყვანისცემის შემთხვევაში ამ წილს რელიგიები იღებენ და მათ წარმომადგენლებზე ნაწილდება იგი იერარქიების და შესატყვისად. ამიტომაც არის მდიდარი სასულიერო პირნი და ღარიბი მრევლი. რაც შეეხება კერპთაყვანისცემის მორიგ შედეგს. იგი წარმოადგენს ადამიანის გაკულტებას და ფულისა და სხვადასხვა ნირთა გაპეტიშებას, რაზედაც მოგახსენებთ შემდეგს. ღმერთმა ადამიანს ხელმწიფების უნარი რომ უბოძა დედამიწაზე, ეს გააკეთა მაშინ ყოფ სულის ძალაზე დაღწნობით და არა ფიზიკურ ძალაზე. ვინაიდან ფიზიკური ძალის მხრივად ადამიანი საკმაოდ უსუსურია, ხოლო რაც შეეხება მის ნივთიერებას, ეს კი მის გონიერებასა და ნიჭებშია, რაც სულის მხრივია. ნიჭების განვითარებას კი სხეულებრივი დახელოვნება სჭირდება და რადგანაც ადამიანური სხეულის შემძლეობა არ არის ისეთი, რომ მრავალნაირი ნიჭით დაოსტატდეს ერთი სხეული, ამიტომაც არის შექმნილი გენეტიკის კანონმდებლობა, რომ მოხდეს გადანაწილება და ისე დახელოვნება. მაგრამ აქ გასათვალისწინებელი არის ის გარემოება, რომ სხვადასხვა ნიჭით აღჭურვილობა დადგენილია საიმისოდ, რათა ადამიანებმა ერთმანეთს არსებობა გაუადვილონ იმით, რომ ყოველმა თავისი ნიჭის შედეგი გასცეს სხვებისათვის. შესაძლოა კი, რომ ეს ანაზღაურებითი ფორმით მოხდეს, რასაც ფული ჰქვია, მაგრამ შრომის შესატყვისი ზომებით და არა ისეთი მიკერძოებულობით, რასაც ადგილი აქვს არსებულ რეალობაში. გულისხმობ იმას, როგორადაც ამჟამად ხდება შეფასებანი. როცა ერთი მხატვრის ნამუშევარი მილიონები ღირს და მეორისა კი ფულის ერთეული რაოდენობით ფასდება მხოლოდ. კარგ სპორტსმენს მილიონებს უხდიან და კარგ ექიმსა და კარგ მეშახტეს ან კარგ მასწავლებელს მცირედს. ან რატომ უნდა ხიდეს ეგრეთ წოდებულ სახელოვან ადამიანთა ნაქონი ნივთები მილიონები, როცა მსგავს ახალ ნივთებს მცირედი ფასი აქვს დადებული? ან რატომ სცემენ ადამიანები მდიდარ ადამიანებს პატივს გამორჩეულად, როცა არავისათვის უცნობი არ არის ის ფაქტი, რომ პატიოსანი შრომით მილიონებს ვერავინ იშოვის? რატომ სცემენ პატივს თანამდებობის პირებს, როცა ყველამ კარგად იცის ის, რომ მათ ამ ადგილზე ყოფნა უსინდისო გზით მიაღწიეს? განა შეიძლება ხალხის მმართველებმა, თუკი მათ სინდისი აქვთ, ისეთი გასამრჯელო დაინიშნონ თავისთვის, რომელიც მრავალჯერ აღემატება ჩვეულებრივი მოქალაქეების ანაზღაურებას. რითია გამოწვეული მათი შრომის უპირატესობა სხვის შრომაზე, რომ ასეთი განსხვავება უნდა იყოს ანაზღაურებაში? გეტყვით, რომ არაფერი. ანდა როგორ შეიძლება ღმერთის სახელით მოღვაწეობდე და შენ ფუფუნებასა და განწყობაში იყო და შენ სირგლო კი გაჭირვებაში ცხოვრობდეს ისინი, ვისაც მოძღვრავ. მეცაც გეტყვით, ვინც ახლა ჩამოვთვალე, მათ ტყუილებს უსმენს და უჯერებს ხალხი და მართალ ადამიანს კი ხმას უხშობენ. რაც ვთქვი და მსგავსი კიდევ უამრავი რამ არის ისი ჩამორთვლად შორს საქვეყნას, ამიტომ აქ შევჩერდები, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ ყოველივე ამ გაუკუღმართების მიზეზი კერპთაყვანისცემის საფუძველზე დგას. აბა წარმოიდგინეთ, ყველაფრის შეფასება რომ სათანადოდ იყოს ჩარჩოში მოქცეული და შეესაბამებოდეს გაწეული შრომის ობიექტურად შეფასებას, რათა მასზე გათვლით მოხდეს ანაზღაურების გაცემა.
მაშინ განა ვინმე იშიმშილებდა? ანდა უსახკაროდ იქნებოდა? ანდა ვისმეს დაუწყებდა მსახურებას იმაზე, რაც თითოეულმა თავად უნდა მოემსახუროს თავის თავს? ანდა ვინმე იქურდებდა და ვინმეს მოკლავდა დიდი გასამრჯელოს მიღების გამო? ან ორგანოებით ვაჭრობას ექნებოდა ადგილი? იცით, იმ უამრავი და კარგული ადამიანიდან რამდენი გახდა ასეთი მსხვერპლი უნამუსოფულიანი ადამიანების მიზეზით? თუმცა მათ არ იციან ის, რისი დროც უკვე დგება. და ეს ეხება არმაგედონის იმ შედეგს, რომელიც ასეთ ადამიანებში გამოავლენს მათ ჩადენილ ბოროტებას. რაც მოხდება იმით, რომ გაეხსნებათ შეხორცებულად ჩათვლილი ჭრილობები იმის გამო, რომ შეუთავსებლობის წარმოშობას ექნება ადგილი მოტაცებული ადამიანის ორგანოსა და იმ ორგანიზმს შორის, რომელშიაც ის მოათავსეს. იმასაც დავძენ, რომ ბედისწერის კანონმდებლობაში ასეთი კანონიც არსებობს. რომ თუკი ღმერთისაგან დადგენილი კანონებს დაიცავ, მაშინ არც რაიმე სენი შეგეყრება და არც ვინმეს მსხვერპლი გახდები. დავუბრუნდები ისევ შრომის შეფასების საკითხს და ვიტყვი იმას, რომ როცა ყველა ადამიანის შრომა დაფასდება შესრულების ხარისხის მიხედვით და არა სახეობრივად დაყოფის მიხედვით, მაშინ ადგილი აღარ ექნება არც ჩაგვრას და არც ამპარტავნებას. ახლა კი რა მდგომარეობაა? ყველა უკლებრივ, თუმცა რა თქმა უნდა მეტნაკლებად მიკერძოებულია. თუ არ გჯერათ, მაშინ ჩაიხედეთ თქვენს გულში და სამართლიანად შეაფასეთ თქვენი ქცევა. განა არ არჩევთ ადამიანებს თავიანთი მდგომარეობის მიხედვით. თუკი მართლაც ნამდვილად სამართლიანად განსჯით თქვენ თავს, მიხვდებით, რომ მიკერძოებული ხართ რაღაც დონეზე მაინც. ზოგი მეტად, ზოგიც ნაკლებად. დარწმუნებით შემიძლია იმის თქმაც, რომ სრულიად მიუკერძოებელი არც არავინაა. აი სწორედ ამ მიკერძოებულებაზე დგას ადამიანთა შეგნება და ყოველივე კი უკვე ღმერთს ცდება. ამიტომაც შედეგებით სახეზეა კიდეც და რადგანაც ამ სამყაროში ზღვარგადასულობა გარდასახვის განაჩენს იღებს, ამიტომ თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული ის, რა შედეგს დაიმსახურებს გარდასახვის ფასად, დაზარალებას თუ დაჯილდოებას. მაზედაც მიგანიშნებთ, რომ თუკი სასიკეთო შედეგის მიღების გზაზე დადგომა გსურთ, იგი სათავეს გულწრფელი მონანიებიდან იღებს. საუბრის დასასრულს კი მინდა დავაკონკრეტო ის საკითხი, რაზედაც წინა საუბარში ვისაუბრე და ეხებოდა ცუდი მთავრობების დროს იმის მიღწევას თუ როგორ უნდა დაიცვას თავი კეთილი ბუნების მქონე პიროვნება. რა თქმა უნდა, ვიცი ის, რომ ჩემგან მოწოდებული ცოდნის მომსმენი და შემსმენი მცირედია. ვინაიდან ღმერთი აცხადებს ბიბლიით იმას, რომ მან მცირე რიცხოვანთ ამდო თავისი სიტყვები. მაგრამ იმასაც იუწყება, რომ თუ ისინი გახდებიან მისგან დადგენილი კანონების დაცვით მცხოვრებნი, მაშინ ერთი მათგანის ძალოვანება 1000-ეულობით ბოროტეულს ძლევს. ამიტომ მათ შეუძლიათ ისიც, რომ მიზიდულობითი უპირატესობა დაიმსახურონ. რაც ნიშნავს იმას, რომ დაასრულონ სატანისათვის მიცემული ხელმწიფეების დრო და ღმერთის ხელისუფლების დროის დადგომა გამოიწვიონ. რაც ცხადია, გამოიწვევს ისეთი კარგი ხელისუფლების დამყარებას ქვეყანაში, რომელიც ხალხთა ინტერესების დამცველი იქნება და სამუსაცხოვრებელ პირობებსაც შეუქმნის კიდეც ქვეყნის მაცხოვრებლებს. თურმე მიზიდულობით უპირატესობასა და ძალოვანებაზეა საუბარი, ამან რომ გაურკვევლობა არ გამოიწვიოს, განმარტავ მას. მასში იგულისხმება ადამიანური შეგნებადობის ძალა. მაზედაც არის დამყარებული ის რწმენა, რომელიც ბედისწერის გამსაზღვრელია. როცა ეს ძალა ძლიერი იქნება კეთილი ბუნების ადამიანთა მხრივად და მოიპოვეს მიზიდულობით უპირატესობას, მაშინ ფულს დაეკარგება ისელა, რაც დღეს მას აქვს მინიჭებული, რითაც სამწუხაროდ მდგომარეობაც უკვე იქამდეა მისული, რომ დიდი რაოდენობის თანხის საშონელად ადამიანები აღარ ერიდებიან ყოველგვარი უმსგავსოების ჩადენას და ყოველივესა და ყველაფრის საზომადაც ფული აქვთ მიჩნეული.